სოფელ მერიაში შეკრებილ მოსახლეობას ლევან ვარშალომიძემ სიტყვით მიმართა და კომპანია ეკო ჯორჯიას წარმომადგენელი თურქი ინვესტორები წარუდგინა. ყოფილ კოლმეურნეობის შენობასა და მის მიმდებარე ტერიტორიაზე ახალი სამყერვალო ფაბრიკის მშენებლობას სწორედ კომპანია ეკო ჯორჯია განახორციელებს, რომელიც 3 თვეში აშენდება და მასში დაახლოებით 600 მუშახელი იქნება დასაქმებული. ვარშალომიძემ ინვესტორებთან და ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელობასთან ერთად ფაბრიკის მშენებლობის დასაწყისისათვის პირველი სიმბოლური კაფსულა ჩააგდო და განაცხადა, რომ მათი მიზანი რეგიონებს შორის ურთიერთთანამშრომლობა და მეტი ინვესტიციის მოზიდვაა, რაც ხელს შეუწყობს ქვეყნის განვითარებასა და უმუშევრობის პრობლემის დაძლევას. ძალიან სასიამოვნო იყო, ძალიან მოხარული ვართ და კარგია, რომ რაც მეტი დასაქმდება, უფრო ჩვენთვის უკეთესია. ეს არის ძალიან კარგი მაგალითი რეგიონებს შორის თანამშრომლობის და მართლაც ის, რომ ჩვენი ინვესტორი მოვიყვანეთ გურიაში, კონკრეტულად მერიაში და დღეს საბუზველი ჩაიყარა და დარწმუნებული იყავით ყველა, რომ ზუსტად 3 თვეში მინიმუმ 600 კაცი დასაქმდება. მალე დასრულდება გურია აჭარის დამაკავშირებელი ავტობანის და როგორც ოზურგეთის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა რამაზ ნიკოლაიშვილმა განაცხადა, მერიის აეროპორტის მშენებლობასაც ჩაეყრება საფუძველი. იმასაც გავითვალისწინებთ, რომ იწყება მერიის აეროპორტის მშენებლობა, თავისთავად ამ რეგიონისთვის ძალიან მნიშვნელოვანი იქნება ეს ყველაფერი, იმის გათვალისწინებით, რომ ჩხაროსნული გზატკეცილი სრულდება, ეს ყველაფერი მიემოვა ბათუმს და ამ შემთხვევაში აეროპორტს მერიის და ეს იქნება ძალიან მნიშვნელოვანი რეგიონის განვითარებისთვის. რეგიონთა შორის თანამშრომლობა, მეტი ინვესტიციის მოზიდვა და ქვეყნის განვითარება მართველი პარტიის მთავარი პრიორიტეტია.